ეს არის წელი გამოღვიძების, იცოდეთ, უმართლებთ ადამიანებს, ვისაც აქვთ ცხელი გული და ცივი გონება. როგორ უკავშირდება ასტროლოგია ადამიანის ჯანმრთელობას? ასტროლოგიაში არსებობს ზოდიაქოს ნიშნები, რომელიც პირდაპირ შეესაბამება ჩვენს ფიზიკურ სხეულს. ეს პლანეტა არის აქტიური და იმ დროს რაღაცას უნდა მივაქციო მეტად ყურადღება? არის კი რამოდენიმე ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ზოგადად არის მიდრეკილი და ყველაზე მეტი ექსპლუატაცია გაუწიოს საკუთარ სხეულს. რომელი არის ყველაზე ლაბილური სტრესისადმი ზოდიაქოს ნიშანი? კურო. მე? კურო სტრესი არ უყვარს. ვინ უფრთხილდება საკუთარ თავს, უთმობს მეტ დროს, გარეგნობას, ფიზიკურ ჯანმრთელობას, სულიერ მდგომარეობას. ექიმების საყვარელი პაციენტებიც არიან, ოღონდ სისხლსაც უშრობენ ექიმებს, იმიტომ რომ იქეთ ასწავლიან, ყველაფერს ჩახედულები არიან. ყველაზე პრანჭია ზოდიაქოს ნიშანი რომელია? ეპატაჟურები გარეგნობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, რომ შემოდის, სადაც შემოდის, გზნობ, რომ აი დედოფალი მოვიდა, მეფე მოვიდა, რავი, თავისი ამალი. არის თუ არა ზოდიაქს, რომელმაც პლასტიკურ ოპერაციას თავი უნდა არიდოს ზოგადად? რისკებსაც შეიცავს ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის, იმიტომ რომ ზომაწონა არ იციან. ჩემი პაციენტების დიდი რაოდენობა შესაძლოა ტყუპები არიან. თუ ახალ წელს ცხენზე ამხედრებული შევხვდებითო, ფინანსური წარმატება გარანტირებული გვაქვს. სისულელე. რა რომ ადექით გამოდით კომფორტის ზონიდან და წლის ბოლოს შამპანურს დალებთ და იტყვით რომ რა მაგარია რომ გავრისკე და სად ვიყავი აქამდე.